როგორ დაირღვა ადამიანის უფლებების საქართველოში ოცნების პოლიტიკურ ნაბიჯებს საერთაშორისო ექსპერტები დღეიდან შეისწავლიან. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ მუშაობა დაიწყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია, როცა ეუთოს 24-მა სახელმწიფომ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და გერმანიამ, საქართველოს მიმართ მოსკოვის მექანიზმი გაააქტიურეს. ექსპერტები შეისწავლიან ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ. შეთქმნილი ანგარიში შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენად გამოიყენონ. სანქციების მეოცე პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ბევრი წინადადება წარვადგინეთ, აცხადებს კაია კალასი საქართველოში ხულევის სპორტის შესაძლო დასანქცირებაზე. რადიო თავისუფლებისა და Sky News-ის ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტში ხულევის სპორტის შეყვანასაც გეგმავს. გერმანიამ საქართველოში 360 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ BMG-სთან საუბრისას გერმანიის ელჩი საუბრობს. პეტერ ფიშერის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადაუხვია. რუსებმა უკრაინის მხარეს მებრძოლ გიორგი ჩუბითიძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უადო პატიმრობა მიუსაჯეს. საქართველოს 42 წლის მოქალაქე ოკუპანტებმა თვეთ 2023 წელს აიყვანეს. ეგრეთ წოდებული განაჩენი კი დღეს გამოცხადდა. მას 5 რუსი ჯარისკაცის მოკვლას ედავებიან.